Bonjour, მოგესალმებით, მეგობრებო. ვაგრძელებ სუპერმარკეტ სიმულატორს და ვაგრძელებთ სუპერმარკეტის გაფართოვებას, გადიდებას და კეთილმოწყობას. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში შევქმნათ კიდევ ერთი სამუშაო ადგილი. დავასაქმოთ ჩვენი რა დავარქვათ, მე მოვიფიქრებ სახელს, რა დავარქვათ თანამშრომელს. და ვეცდები კიდევ უფრო გავაფართოვო დღევანდელ ვიდეოში ჩემი მარკეტი. ნაპოს მარკეტი, წარწერა უკვე, სახელი უკვე გვაქვს. აქედან გამომდინარე, ეხლა სანამ გავხსნი, უნდა შევავსო დახლები. კარგად იყიდება ყველაფერი. როგორც მე დავათვალიერე, მოკლედ, ამ თამაში დამატებულია კიდევ არ ვიცი ეხლა Steam ვერსია მე არ მაქვს ნათამაშები, მაგრამ ამ ვერსიაში, mobile ვერსიაზე დამატებულია гаджеტი, რომელიც დახლზე ასკანერებს პროდუქტს და კომპიუტერის გარეშე პირდაპირ უკვეთავთ და ვყიდულობთ ამ პროდუქტებს. ეს არის ძალიან მაგარი ამბავი. იმიტომ რომ კომპიუტერში შეკვეთა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. შევავსებ ახლა მე დახლებს და თან ავიყვან ერთ თანამშრომელს ჯერჯერობით, მხოლოდ ერთს. ერთი სამუშაო ადგილი შეიქმნება ჯერ ჩემს მარკეტში. ეს ჯერ არ მაქვს გახსნილი საწყობი, აქედან გამომდინარე. ჯერჯერობით ამ ყველაფერს საწყობში ვერ ვინახავ. მოდით გადავიხადოთ ჯერ გადასახადები. აი ესენი აუცილებლად, რომ ჯარიმა არ დაგვიწერონ და შუქი არის ასანთები. ესე იგი რა არ გვაქვს პური, ნუ პრინციპში ყველაფერი საყიდელია. და თითო ყველაფერი ვიყიდოთ. ზოგი 2-2. აი პური მაგალითად 2 ცალი. ქვილი 2, ზეთიც 2, არა ზეთი 1 იყოს, იმიტომ რომ ერთი დახლი სავსეა. პასტა 2, შაქარიც 2. წყალი 1 იყოს, ყველი მაქვს 2 ცალი. ყავა 1 კვერცხი, 1 რძე და 1 ჩაი. $382 არის ჯერჯერობით ჩვენი ხარჯი. ამ $382 დავუმატოთ ჩვენ რისი ხარჯი გეტყვით ეხლავე, ავიყვანოთ თანამშრომელი. პირველი მოლარე. გელა! როგორ ახარ გელა? მოდი გელა დავარქვათ. ჩვენს პირველ თანამშრომელს. მე მგონი გათავისუფლება შეგვიძლია, მაგრამ გელა გჭირდება აუცილებლად ლიცენზიას ვიყიდი შემდეგ და გავხსნით ან მარკეტს, პროდუქტი ბლომად არის დასალაგებელი. ამ ვიდეოში ოფიციალურად გავხდი მენეჯერი, უფლობელი ხო ვარ, მაგრამ აქამდე ხომ ვიყავი გამყიდველიც, საწყობის გამგეც, დამლაგებელიც და ყველაფერი, რაც ქართულ მარკეტებში ხშირი შემთხვევაა, ეხლა ოფიციალურად გავმენეჯერდი, იმიტომ რომ ერთი თანამშრომელი უკვე ავიყვანე. $1230 ხსნი მარკეტს, რაც ძალიან კარგია. $1800-მდე მქონდა გახსნამდე, ესე იგი საკმაოდ დიდ პლუსში უნდა წავიდე დღევანდელ ვიდეოში და შემდეგ ვიდეოში უკვე იქნება ლიცენზია ახალი და შემდეგ ვიდეოში იქნება ასევე იმედია შემდეგ ვიდეოში
გავხსნი საწყობს. ფასი არ მოეწონა, ფასების მეგობრებო გაითვალისწინეთ. ფასები უნდა შეცვალოთ სანამ გახსნით მაღაზიას. ეხლა შეიძლება რაღაცის წაგებაშიც მივდივარ, მაგრამ ამჯერად უნდა დავიკიდო მეტი გზა რა, სანამ მე ამას დავალაგებ. ეგ ფასები დიდი ალბათობით შეიცვლება. ჯერ რადგან არ მაქვს საწყობი, მიწევს რომ პირდაპირ მაღაზიაში დავალაგო დარჩენილი ყუთები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იქნება მოთმინებით. ეს მარკეტი უნდა გავხადოთ მეგა გეგა მარკეტი. წყალი არის ბოლოში. Spaghetti. კედელი მაქვს შესაღები. ერთ-ერთი დავალება არის ეს. მოდი ეს ყუთი ერთი წუთით აქ მივაგდოთ, იმიტომ რომ რძე მაქვს, აი რძე არის დასალაგებელი სასწრაფოდ. იმიტომ რომ რძეზე გაჭედეს უკვე. დავდე თუ არა ეგრევე აიღო ჯიგარმა რძე. გელა ხო არ მოიწყიმე, გელა? საინტერესო არა გადიდება აი ამ თამაშის მუღამი არის ის რამდენად დიდ მარკეტს გააკეთებ და როგორ დაამენეჯმენტებ მე ამ მარკეტის ფუნქციონირებას. ლიცენზია, განლაგება, ფასები და ასე შემდეგ. ესე უბრალოდ მარკეტი ააწყო და ამუშაო, თლად ეგრეც არ არის. იმიტომ რომ ნახეთ ეხლა ხო რა უმარტივესია პროდუქტის შემოტანა და დალაგება, მაგრამ იქ თუ ფასი არ დარეგულირე და თუ კონტროლზე არ გეყოლება პროდუქტის რაოდენობა, უეჭველი წაგებაში წახვალ, იმიტომ რომ არ ჩერდება, ვერ დააპაუზებ შემომსვლელ ხალხს. და მით უმეტეს როცა უკვე მოლარე ყავს, უფრო სწრაფად უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზია. აი ამ დღის შემდეგ უკვე შეიძლება ლიცენზიაზე ფიქრი, რადგან ჯერ შუადღეა და $1500 ავწდით, უკვე 1600. ჩვენი გელა კი შესანიშნავად მუშაობს. თუნი არავის გადააყოლო ბიჭო. თორე დაგიქვითავ ხელფასიდან. აბა ვნახოთ ეხა საწყობი. აი აქ უნდა იყოს ესეთ. $800 უნდა რომ გაიხსნას საწყობი და შემდეგ საწყობის თანამშრომელს $100 უნდა მერე ხელფასი. ამიტომ ჯერ ესე იგი გეგმა არის ახალი ლიცენზია და მერე იქნება უკვე საწყობი. იქამდე უნდა შევღებო კედლები მოქვს შესაღები და ამიტომ კედელი შევღებოთ. საინტერესო მოდი ჩვეულებრივად ამე სადაფერი ავირჩიე $200 ღირს საღებავები და $150 ღირს მოდი ეს იყოს და აბა ვნახოთ როგორ უნდა შევღებო ახლა. ხო ვიყიდებაც. აგერ სათითაოდ ღებავთ თან კედლებს. კარგია ყვითელი ფერი დიდად
არ მომწონდა, ამიტომ გადავიყვანოთ თეთრ ფერში. არ მაქვს მეტი საღებავი. ესე იგი, ერთი საღებავი ღებავს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 კვადრატულ კედელს. დავასრულოთ კედლების შერევა. წესით მორჩა ეს საღებავი. კი ბატონო. და კიდევ ერთი სათლი გვაქვს საღებავის. შვენიერია ამან თელს კედელზე გადმოიტანა. ესეც ესეც ასე უკეთესია მე მგონი. შემდეგ როცა მექნება ხორცს პროდუქტების ადგილი, იქით რაღაც სხვა ფერს ავირჩევ, ანუ კატეგორიების მიხედვით ფერებს მე რა თქმა უნდა შევცვლი. ჯერჯერობით ესე მე მგონი ჯობია იმ საშინელ რაღაცა მოყვითალო ფერს. სიმეტრია რაც მთავარია დავიცვათ. всё, სალაროსთან აღარ მაქვს მე არავითარი საქმე. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია ლიცენზია ვნახოთ რა ხის. შემდეგი პროდუქტის ლიცენზია და გადავიხადოთ გადასახადები აუცილებლად. $400, დაახლოებით $900 დამრჩება. და კიდევ საყიდელი არა ლიცენზიისთვის ჯერ ადრეა. სესხის გარეშე უნდა ავახორძინო ჩემი მაღაზია და გავხადო მეგამარკეტი, ამიტომ მენეჯმენტს ვფრთხილდები. ესე იგი, არ გვჭირდება პური, შაქარი, ჩაი და ბურბუშელა. გვჭირდება კი ბატონო ეს ზეთი რამდენია? ზეთიც იყოს. პასტა. წყალი არ გვინდა, ყველი გვინდა 2 ცალი, კიდე დავამატოთ 1. ყავა 2 ცალი, კვერცხი 1, რძე 1 და ჩაი არ გვინდა. $218 არის აქ უკვე ხარჯი და ეხლა ვფიქრობ დღევანდელ დღეს ბარემ ვიყიდო თარო, რადგან შემდეგ ლიცენზიას უეჭველად დაჭირდება მინიმუმ 1 თარო. ესეც ასე, პროდუქტი დალაგებულია, თითქმის მზადაა მაღაზია გახსნისთვის, მაგრამ ვიყიდოთ კიდევ ერთი თარო, რადგან გავიგოთ რა დანახარჯი გველოდება ჩვენ წინ. ეს არ გვინდა, მე მინდა ჩვეულებრივი, აი ეს $200-იანი თარო და ამ თამაში რაც მომწონს და არ ქონდა წინა თამაშს ეს არის კუთხის თარო, რომელიც იდეალურად დაიდგმება კუთხეში. ყველაზე დიდი პრობლემა არის თაროსთან მიდგმა, იმიტომ რომ სანტიმეტრები წყვეტს ყველაფერს. ნახოთ, აი აცდენილია ეხლა და ამას მენა ვერ ვუძლებ. მაგრამ არის ერთმანეთზე აცდენილი. კარგი იქნებოდა რო კონდეს რაიმე ის. რა ქვია? გასასწორებელი რომ თავისით მიუდგას გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ არ აქვს. სულ 1 სანტიმეტრით არის აცდენილი, დიდად არც ეთყობა, ამიტომ დავტოვებ. ამჯერად დავტოვებ. $800 გვაქვს, ისე ერთი პატარა მაცივარიც კი შემიძლია რომ ვიყიდო, ან შემიძლია $115-იანი
პატარა თარო ვიყიდო და ჩავდგა მაცივართან. წესით უნდა დაეტიოს. აი აქ პატარა თარო. რომ შეივსოს და არ იყოს სიცარიელე. ვიყიდოთ ესეც. და აი აქ ჩავდგათ ეს პატარა თარო, რომელიც არ ეტევა. ეს იმენა არ მაწყობდა ეხლა. დამირღვია მთელი სიმეტრია ამ თარომ. სად ჩავდგათ? აი. დავტოვებ ყუთში და სადმე აი აქ კუთხეში მივდგამ დროებით. თუმცა გავაფართოვებ შემდეგ სექციას. მერე გავხსნე. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთი დღე დავხურეთ. ავიყვანე თანამშრომელი გელა. კარგი პატიოსანი ადამიანი, იდეალურად იმუშავა. დამამატე ერთი თარო და შემდეგ ვიდეოში და შევღებეთ კედლები. შემდეგ ვიდეოში ვიყიდი ახალ ლიცენზიას და ასევე დავამატებ თვითმომსახურების ჯიხურს. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. ამ დღეს ვხურავ თითქმის $800, ნახოთ შემდეგ ვიდეოში რამდენი დოლარით დავპლიუსდებით. ნაპოს მარკეტი გემშვიდობებად. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ ოქროებო. ადიოს.